ჩვენმა მეოხებით აღოლად უსენისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქართულისა მარიამისა და მეოხებით მარტის ანასი და წინასწარმეტყველის ანასი სამუელის წინასწარმეტყველის დედისა სოფრონიესა ვიბრირთავრებიკოპოლისა ღირსა სტეფანე ახლად გაფრთხნებულისა მოსასწავლო ბიშოპს ხალხსა მოულოდნელი სიხაული მეოხებით ბრატად მართლმა მშობელთა ღვთისათა იოაკიმანასითა და ყოველთა წმინდა საფისათა შემიწყალით და გვაცხოვნე ჩვენთან სახე რას დაგას უყარე უყარე და მოდი ისე გეჭირო შე სახელითა მამისათა და დედისათა და სულისა წმინდისათა ამ ჩვენთან არის ალუცილი ამყოფოთ ხარტე გაგაზიოთ უხალმა დღეს სახალხო წავიკითხეთ სადაც ასეთი რამ არის მოთხრობილი იგავი უბრალოდ სასწაული უფლისმიერ მოხდელი სასწაული 10 კეთროვანი მიუახლოვდება იესოს და შემიწყალე მეუნებიან და იესო მიუბრუნდება მათ ძალიან მოკლეს მოგიყვებით და წადითო და აჩვენეთო თქვენი თავი უღდერისო ეგენის მაშინე წავლენ სინაგოგას მიმართულებით ხო და გზაში შეამჩნევენ რომ კეთროვანების რამ განიწმინდნენ და წარმოიდგინეთ არა თუ წარმოსადგენენ რა სიხარულს განიცდით ხო კეთროვანება მაშინ იყო მომაკვდავი დაავადება თან მალი არ კლავდა თან აგვითა და ტკივილებით კლავდა კანის დაავადება საშინელება და ერთი ბრუნდება უკან თაყვანს იესოს და მადლობა შეწირავს ღმერთს და იესო ეკითხება სად არის დადარჩენი 9 განაყველანი არ განიკურნაო მადლობის საქმილად ერთი რატომ მოვიდა მარტოო და ეს ერთი იყო სამარიტელი და სამარიტელს რატო გასვებული ხაზი მტრობენ ებრაელები და იმ დროისათვის სამარიტელი და ებრაელები მტრობდნენ ერთმანეთს და სამარიტელის მოსვლა უფრო გასაკვირველი იყო იმიტომ რომ იესოს ხო ებრაელად მიიჩნევდნენ რას გვასწავლის ეს იგავი არა უკაცრავად აი სახარების ეს ნაწილი რას გვასწავლის სადღაც ყველაზე ბევრი ჩემოს გვიფასებო როდესაც ამეს კეთება სიკეთე 10% ანუ 10-დან ერთი ადამიანი თუ არის მადლიერი მხოლოდ ერთი ადამიანი და როდესაც ჩვენ ამას ვამბობთ და ამას გავიგონებთ ამ სიტყვას რომ ერთია მადლიანი უმადური არა მივაქციოთ ყურადღება რომელი პოზიციიდან ხედავთ ამ მოვლენას აი ვიღაცა სხვები არ არიან მადლიერები თუ მე თვითონ ხომ უფალო მე არ ვიყო მათ შორის იმიტომ რომ ყველა ჩვენთანგან რაღაცა მადლი გაგვიკეთა პირველ რიგში ღმერთმა და მე ადამიანებმა და ჩვენ თვითონ ხომ არა ვართ 9 ადამიანთა შორის თუ იმ ერთი ვარ ის ერთი ვარ რომელიც მიბრუნდა მადლობის სათქმელად სინამდვილეში მეგობრებო აი სინამდვილეში ჩვენივე ცნობიერება ჩვენივე დამოკიდებულება გვამხელს ხოლმე თუკი ჩვენი თავი წარმოვიდგინეთ რომ აი მე ამდენი სიკეთე ვაკეთე და მარტო ერთმა მითხათიდან მადლობა ჩათვალე რომ უკვე ცუდად გახარ მაგრამ როგორც კი ამას ამ ადგილსაც იგავს რას ამოვიჩემე სიტყვა იგავი ამ ადგილს ახალებს წაიკითხავ და გაიგონებ მაშინვე თუ გიმოდის ესეთი აზრი უფალო მომეცი ძალა რომ რაც შემზე შენ გარდამოავლინე რომ მადლიერების უნარი არ დავკარგო აი თუ ასეთი დამოკიდებულებით შევხედავთ მაშინ სულ სხვა ადამიანები ვართ მაშინ სულ სხვანაირად ხედავთ ჩვენ მადლს და მადლის კეთებას ჩვენ როეს ყოველთვის ვართ მადლის კეთების ობიექტი ანუ ვიღაცა სულ გვიკეთებს მადლს ჩვენ და მით უმეტეს ღმერთი კი დაუსრულებლად და როდესაც ჩვენ ვაკეთებთ მადლს ყოველთვის გვახსოვდეს თუკი ჩვენ ვაკეთებთ მადლს იმიტომ რომ ადამიანებისგან მივიღოთ მადლიერება ველოდება გარდაუვალი იმედგაცრუება ეს ერთი და მეორე თუკი ადამიანებიდან ელოდები ძვირფასო სამაგიეროს ღმერთს რაღაც ემართლებს მე ერთიდან ხო არ ელოდები შენ ელოდები ადამიანებიდან რატო ელოდები იმე სიკეთისგან ღმერთისგანაც რატო და თუ ღმერთისგან ელოდები მაშინ უნდა იცოდე რომ ადამიანებიდან მადლიერებას ვერ მიიღებ როგორ ამბობს ეს საოცარი ფილმია ჩვენი დათათვაშხია ვისაც ჩავაცვი მან გამხადაო და მე საოცარ კითხვას უსვამს ის ებრაელი კაცი
რომ არ ჩაგეცვა გახდა თუ აქ ცდებოდაო არა ცდებოდა საქმეს მაგაშია არავითარ შემთხვევაში არ ცდებოდა გახდა ჩამცმეს იმიტომ კი არა რომ ამიტომ საზოგადოებას მასა არის ასეთი 10-დან 1 ეს არის ყველაზე ბევრი 100-დან 10 ბევრია მადლიერის თქმელი გაგახარდა გაგაზრდ უფალმა და კიდევ ერთი საკითხი უცოდა თუ არა უფალმა როდესაც კურნავდა მათ რომ მხოლოდ ერთი იქნებოდა მადლიერი როცა კურნავდა რა თქმა უნდა იცოდა თუ არა უფალმა როდესაც ის გახორციელდა სამებამ ანუ მამამ ძერო განახორციელა და ძერო თავად განხორციელდა სულიწმინდის მეშვეობით იცოდა თუ არა რომ ჯვარზე გაეკვრებოდა ანუ თავისიანებთან რომ მიდიოდა და თავისიანები კი არ მოусმენდნენ არამედ ჯვარზე გააკრავდნენ იცოდა თუ არა რა თქმა უნდა იცოდა რატომ მოდიოდა მაშინ აქ ხო უმადურება დახვდებოდა რომ მოვიდეს მეორე ოღონ იგივე მდგომარეობით ვიცოდა ანუ რა ელოდება ისევ ჯვარცმა რა თქმა უნდა კიდე ჯვარცმა უფრო შეიძლება 2 მაგა ჯვარცმა და 10 მაგა ჯვარცმა ელოდებოდეს ახლა მეორედ მოსვლა უკვე როგორც კრავი კი არ იქნება როგორც მოსავართლე იქნება და იმიტომ ვერ ხარ გავაკრავთ ჯვარზე თორემ როგორც კრავი რომ მოვიდეს ისევ ჯვარზე გავაკრავთ მაგრამ მოდის მეორედ მოსვლა ხოლმე როგორც მოსამართლე მაგრამ როცა მოდიოდა პირველი მოსვლა იცოდა თუ არა რატომ მოვიდა იმიტომ მოვიდა რომ უყვარვართ სიყვარულმა გადაადგმევიდეს ნაბიჯი ამიტომ ადამიანო ჩემო ძვირფასო ჩემ თავსაც ვეუბნები და თქვენს გეუბნებით მათთვის როცა გააკეთებ და გეგმა უნდა იცოდე ის უნდა გიყვარდეს როცა შენ ადამიანი გიყვარს უკვე ვეღარ კი ხვდები მადლს როდის აკეთებ მის მიმართ უბრალოდ რომ გიყვარს და შვილი რო გიყვარს აღარ ამდენი სიკეთე გავუკეთე გახსოვს იმიტომ გახსოვს რაღაცა გამახსოვრდება თორე იმახსოვრე ვინ იმახსოვრ მე მშობელი იმახსოვრს ვერ წამოაზახოს თუ რატო არ შეაინტერესებს რატომ იმიტომ რომ შვილს უკეთებს მაგრამ უცხოს და რო აკეთებს რომ ეს რო გაასესხებს ის ახსოვს და მეკარკოს და შვილთან არა აქვს ინტერესი რატო იმიტომ რომ ის უყვარს და იმის მიმართ არა სიყვარული აი ეგა მნიშვნელოვანი რომ სიყვარული ვიქონიოთ მოყვასის მიმართ და როცა სიყვარული გვაქვს მოყვასის მიმართ როგორც იმის მსგავსად როგორც ღმერთს აქვს სიყვარული თავისი ქმნილების მიმართ ადამიანის მიმართ და მისთვის ჯვარზე გაეკრა მოვიდა იცოდა რომ ჯვარზე გააკრავდნენ ასევე შენც უნდა იცოდე ადამიანო როცა შენ სიკეთეს გააკეთებ არ იფიქრო რომ მადლობას გეტყვის ადამიანები მაგრამ შენ სიკეთე მაინც უნდა აკეთო იმიტომ რომ ქრისტიანი ხარ ესე იგი ქრისტეს მსგავსი ხარ მაინც უნდა აკეთო სიკეთე მაინც უნდა იცხოვრო სიკეთე იმიტომ კი არა რომ მადლობას გითხრან და არა მადლობები აკრიფო არა უბრალოდ ქრისტიანი რო ხარ რომ გევალება და რომ სიყვარული არის ქრისტიანობა აი ეს არის მადლის კეთება აუცილებელი სიყვარული არის საფუძველთა საფუძველი ჩვენი სარწმუნოების გიყვარდეს ღმერთი შენი და გიყვარდეს მოყვასი შენი ომცნებასე ხო დაიყვანა უფალმა მთელი ჯულიდან წინ ასე მეტყოლება გაგახაროთ და გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა სიმტკიცე მოგცეთ უფალმა და გაგვაცილოს ღმერთმა ჩვენთან ერთად მეც ქრისტეს მიერ სიყვარულში დაგლოცოთ უფალმა ჩვენთან არის ღმერთი ოთხშაბათს